ცოტა შემზარავად ბევრი თანხმედრა დღევანდელობასთან. ფაქტობრივად ნიკოლ კიდმანის გმირი ერთ-ერთში გადის ქრისტეს გზას. მაგალითად ბიორკის პერსონაჟზე მაგას ვერ ვიტყვი. ყველაზე დიდი სიკეთის კეთების დროსაც კი ადამიანი როგორ ადვილად გაველურდება ხოლმე. ვილით ვიცოდი რომ დამთავრებული ყავს ათაურიო და წინ არ ვიცოდი როგორ დაწყებული ყავს. ტრიერს ხო სულ ეგ ამბიცია აქვს რომ გაჩვენოს რომ ბოროტება და სიკეთე სინამდვილეში ძალიან ფარდობითი ცნებებია. კონტროვერსიული არის, მაგრამ მაგითი ერთობა. ეს არის ადამიანი მოსიარულე პროვოკაცია. ამ ფილმშიც ძალიან ბევრი ტროლაობა და აღშფოთებულს გტოვებს ყოველთვის. ხანდახან მგონია რომ ეხლა ამ ხელა პაუზა იმიტომ აქვს რომ შეიძლება იქ შიში აქვს რომ კიდევ უფრო გართულდა ადამიანების აღშფოთება. თანამდეს რო სვავს მე გონია რომ მართლა ხო არა აწყენინეს ვიღაცებმა. არ არის მარტო თეატრი, დიდი დოზით ჩამოსული, ლიტერატურაც ძალიან დიდი დოზით არის. ეს მეთოდი გადაღების არჩეული იყო იმიტომ რომ მსახიობებზე ქონოდა ყოველს კონცენტრაცია და არა კადრზე. მე მგონია რომ ადამიანური ფსიქოლოგიის კვლევაზეა და უბრალოდ ეგ ლაბორატორია ჩადგა ამერიკაში. ამერიკაში სხვა შორის ლარს ფონ ტრიერის ნამყოფიც არ არის ისე ეხება ხოლმე, ისე გაკრავს ხოლმე ყოველს ამერიკას. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც მიატოვა შუა ყურების დროს. სხვა ფინალს ველოდი. ბოდიში სპოილერისთვის. მგონია რომ 2026 წლის თბილისში ისეთ როგორც არის დოგულის ყურება ძალიან კაი ასი. დღეს კი ჩემი სტუმარია გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი და ვისაუბრებთ მის საყვარელ და ჩემს საყვარელ ფილმზე ლარს ფონ ტრიერის დოგვილი. მოგესალმებით, დღეს ერთი ფილმის დროა და სანამ ფილმზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები, გითხრათ ვისი სურვებით სტუმარს და რომელ ფილმზე საუბარს და დააშიაროთ ჩვენი YouTube ლინკი, ამით თქვენ ამ არხის პოპულარიზაციას დაეხმარებით. ჩვენი სპონსორია და მადლობა ჩვენ სპონსორებს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. დღეს კი ჩემი სტუმარია გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი, მომავალში კრეატიული დირექტორი და ვისაუბრებთ მის საყვარელ და ჩემს საყვარელ ფილმზე ლარს ფონ ტრიერის დოგვილი. და აი ჩვენ თქვით რომ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა, მაგრამ სამყაროს შეცვლის იდეა ხო ზოგადად ყველას გონებაში იბადება ხოლმე და როგორ გამოსდით ამ ფილმშიც კარგად ჩანს და ამაზე ვისაუბროთ დღეს. თან მგონია რომ აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. სუპერ აქტუალური კი. ამიტომ აირჩია, ხო? ხო, არ ვიცოდი რომ შენი საყვარელი ფილმიც იყო. ვერ ვიტყვი რომ გამიკვირდა, მაგრამ სასიამოვნო დამთხოვება. ხო, მე მგონია რომ ცოტა შემზარავად მეტი ბევრი თანხმედრა დღევანდელობასთან. გარკვეულწილად უნივერსალური იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუძლებს დროს, შინაარსითაც, ფორმითაც, მაგრამ ეხლა ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ დოგულში ვცხოვრობთ ერთმნიშვნელოვნად. დოგვილში ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ეს დაიწერა სცენარიც და როცა გადაიღო ლარს ფონ ტრიერმა და ვიტყოდი რომ ეს არ არის ბოლომდე მაინდა-მაინც ამერიკის კრიტიკა, იმიტომ რომ ამერიკაში სხვა შორის ლარს ფონ ტრიერის ნამყოფიც არ არის ისე ეხება ხოლმე, ისე გაკრავს ხოლმე ყოველს ამერიკას, რომ არ არის იქ ნამყოფი და ყოფნა რომ არ ჭირდება ეხა რეჟისორს მაინდა-მაინც იმ ქვეყნის რომელზეც იღებს. ფაქტია, მაგრამ ძალიან სწორი რაღაც თქვი, გაუძლებს დროს იმიტომ რომ კაცობრიობა არ იცვლება. და ჩვენ ხედავთ რომ ყველაზე დიდი სიკეთის კეთების დროსაც კი და რაღაც მოწოდების და შესრულების დროსაც კი ადამიანი როგორ ადვილად გაველურდება ხოლმე და როგორ ადვილად უბრუნდება ცხოველურ საწყის. ფიქრობ რომ აი ეს დოგვილიც რაღაც სპეციალურად თქვი. ჯერ ერთი რაღაც სიტყვა თამაშს არის გოდვილიც შეიძლება თქვა დოგვილიც და მე კიდე რაღაც ძაღლის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ხო მანცა. კი, მე როგორც მახსოვს ინტერვიუდან ტრიერს და პოლ ტომას ანდერსონს აქვთ არაჩვეულებრივი ინტერვიუ, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან. და არც ერთი არ არის ჟურნალისტი, არც ერთი არ არის რესპონდენტი, უბრალოდ წუხილების გაზიარება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და იქ ამბობს ეგეთ რამეს, რომ ვილით ვიცოდი რომ დამთავრებული ყავს ათაურიო და წინ არ ვიცოდი როგორ დაწყებული ყავ და დიდი ტერიტორია არ დამრჩენიო, ასარჩენათო, მაგრამ ბოლოსო ჩავთვალე რომ დოგ
ყველაზე კარგი დასაწყისი იქნებოდა სათაურისთვისა და მე მგონი ტროლაობს ხოლმე. შეიძლება აბსოლუტურად არ ბევრს ტროლაობს. აქაც ამ ფილმშიც ძალიან ბევრი ტროლაობა და კი ანოტაციაშიც და კრიტიკაშიც ფსიქოლოგიურ დრამად მიიჩნევა, მაგრამ დიდი დოზით კომედია, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი ნაღმია კომედიური ჩადებული სხვადასხვა ადგილებსაც თითქოს ვერ ცნობ. და ეჭვმა მაგრამ მაგ ინტერვიუს ბევრჯერ შევეხები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და სხვა შორის ძალიან დამეხმარა მე ეგ ინტერვიუ ზოგადად მსახიობების ფენომენის გადაზრებაში, მაგათთან მუშაობაში და შემდეგ, იმიტომ რომ მაგაზე ძალიან ბევრს ჭორაობენ. ორი რეჟისორის ის და ჭორაობენ კინოზე, ამერიკაზე. დიდად კმაყოფილები არ არიან ხოლმე მასთან ურთიერთობ. განსხვავებით ანდერსონისგან იქ არა, ტრიერს გულისხმობ ხო. მანდერლეში უარი უთხრა მე კიდმან. კი, თან აქ ტრილოგია იყო, საერთოდ ჩაფიქრებული ამერიკის თემაზე და ბოლ ვაშინგტონი უნდა ყოფილიყო, არ გამოვიდა. და მაგ ინტერვიუში ძალიან ბევრს უწუნებს, რომ რამდენი ხანია ნიკოლ კიდმანს ველოდებიო და დროს მიწელობსო და სცენარიო შუჯერ გადავწერეო, სანამ იმას ველოდებიო. არ მე მგონია, რომ მან ცოტა უფრო ტოქსიკური, ამერიკაზე ტოქსიკურად შეყვარებული კაცის სცენარია და უფრო რაც წერილია ამერიკაზე ვიდრე კრიტიკა ამერიკის, იმიტომ რომ მე საერთოდ გონია რომ ამერიკა რაღაც პირობითია. არა, კი, აუცილებლად აი ცოტა მაგით მივდივარ, იმიტომ რომ აი რო თქვი რომ დოგულში ცხოვრობთ, თქო ეგ უნივერსალური ბუნება ვიგულისხმოს სინამდვილეში, იმიტომ რომ დეკორაცია და სცენოგრაფიაც ისეთია, რომ აბსოლუტურად პირდაპირ ღიად ამბობს მე მგონი, რომ ადამიანური ფსიქოლოგიის კვლევაზეა და უბრალოდ ეგ ლაბორატორია ჩადგა ამერიკაში და თან მაშინ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა იყო. ახალი მომხდარია 11 სექტემბერი და ფილმი რო გამოვიდა უკვე ერაყის ომის პერიპეტიები. და სხვა ინტერვიუშიც აქ ბევრჯერ ნათქვამი, რომ არ მაქვს განცდა, რომ დანიელი რეჟისორი ვარო, იმიტომ რომ ამერიკა იმ დოზით არის შემოსული შემსხორებაში და პრესაში და მედიაშიო, რომ დანიელი ამერიკელი სახმა მაქვს, მაგრამ იმაში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ნებისმიერ მიწაზე შეიძლება ეს გათამაშდეს და ხო ეს ბოროტების რაღაც მარცვალი გახურდება ყველგან, ყველა მიწაზე სადაც ჩააგდებ და პირობითი გეოგრაფია ამერიკა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით. ვისაც ნანახი არ აქვს, რომ მოუნდეს ყურება, უთხრათ რა ხდება, რაღაც 9 ნაწილად არის ხო დაყოფილი. და ძალიან კარგი ფული არ მაქვს და ვერ ვიღებ ხალხისთვის, არის ძალიან კარგი მეთოდი არჩეული საერთოდ ლარს ფონ ტრიერის და აი ამ დოგმა 95-ის რეჟისორებისთვის ძალიან კარგი კრეატიული სვლა გამოდგა ის რომ მუსიკაზე უარი თქვეს, რაღაც და დოგულში საერთოდ დეკორაცია არის მინიმალური, რაც კი შეიძლება უფრო თეატრს შეიძლება ამ მსგავსად ვიდრე ფილმს, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა ვითარდება, როდესაც შენ ერთი ადამიანი პასუხისმგებლობას იღებ იმაზე, რომ აი ეს ადამიანები უკეთესისკენ უნდა შეცვალო, როგორ თავდება მე ეს ყველაფერი და როგორ ინიციაციისა და გასხივოსნების და კათარზისის მაგივრად როგორ იღებ გაველურებას და ბოლოს ძაღლი რო გადარჩება მარტო ცოცხალი ეგეც არ არის იშვიათობა მეც მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად განცდა რომ ძაღლები უკეთესად იქცევიან ხოლმე ვიდრე ადამიანები ამ სამყაროში კი ხო ინტერნეტის ესე საფრთხე შემოსulis მე ეგ განცდა უფრო და უფრო მიმზაფრდება მეც რომ ისინი უფრო საინტერესოდ და ჭკვიანურად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ ხოლმე კატები და ძაღლები მაგრამ ისე უნდა დავაყენოთ როგორ ფიქრობ ადამიანები ამ გამოცდის წინაშე აბა კრიზისის დროს როგორ მოიქცევიან აბა გამოვცადოთ სადაც სათნოება როგორ უპირისპირდება აი ამ რაღაც ფსევდომოძღვრებას და ეს სინამდვილეში არსებობს თუ არა ამ სათნოების ეს ხელოვნურად გამოწვევა ადამიანებს. შესაც ცდილობს ეს ერთ-ერთი მთავარი გმირი ტომასი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საზღარი პერსონაჟია. და მანდარი აი იუმორი რო ახსენე ჩემი აზრით აი მისი ამბიციური დამოკიდებულება, აი მწერალი, მწერლობა, რეჟისორობა, რო ტექსტი, ფილმი, პოეზია, ლექსი, რაღაც ეს ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე მორალური და სინდისის მიერ საქციელი და შენში შენარჩუნება ადამიანის. აი ეს გონია რომ ტრიერის იუმორია. თან ტრიერზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, ალბათ ეხლა უკვე გაღიზიანებულია ხალხი რომ მასზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი მოსიარულე პროვოკაცია და თუ რამე გამოსდის, არ ვიცი, ყველა შეიძლება მისი ფილმები არ უყვარს, მაგრამ აღშფოთებულს გტოვებს ყოველთვის. და არ არის ადვილი 21 საუკუნეში ადამიანები აღაშფოთო, ხო? კი.
ძალიან რთულია. ხანდახან მგონია რომ ეხლა ამ ხელა პაუზა იმიტომ აქვს რომ შეიძლება ეგ შიში აქვს რომ კიდევ უფრო გართულდა ადამიანების სახშიფოთება და ხო თან სვავს ეხა და კიდევ უბრალოდ დიდი პაუზა გამოვიდა. მაგრამ ხო ეგ დიდი გამოწვევა ძალიან რეჟისორისთვის რომ გულგრილი არ დატოვა მაყურებელი. და ყოველ ჯერზე შეძლო ეგ აბსოლუტურად ყოველ ჯერზე. ეხა ჩემთვის დავაცენზურებდი იმ სიტყვას არ ვიტყვი, მაგრამ ინტერვიუში ამბობს დიდი რეჟისორები, რამდენჯერმე ქონდა შესაძლებლობა, რომ დიდ რეჟისორებისთვის ეჩვენებინა თავისი ფილმები კარიერის დასაწყისში და როგორ სიტყვებს ერთი სიტყვით როგორ უფასებენ ისინი ამ ნამუშევრებს. ეს არ იყო ლამაზი და კარგი სიტყვები, რომელსაც კულტურულ ზეწად ითხოვნა, ძალიან მძიმე შეფასებები ქონდა დასაწყისში. ტარკოვსკიზე ამბობს მაგალითად, რომ ძალიან დიდი დრამატული პაუზა ქონდა და მე ერთი სიტყვით შეიმფასა, რომ ეს იყო ცუდი ფილმი და ეგ მოწონს, მე ეგ გონია რომ აბედნიერებდა. მე მგონია თქვა რა სიტყვა, ხა ტარკოვსკი თუ ამბობდა და ტრიერი ჩვენს. კაი, ხო, არა თქვა. ხო, პოდკასტ YouTube-ია ეს, ბავშვებმა არ უნდა უყურონ. ხო, ტარკოვსკი მოყურა და ძალიან დიდი დრამატული პაუზა ქონდა და ეს უბრალოდ მწკნერია. და ხო, ეს ტრიერი ბედნიერი იყო ამითი, იმიტომ რომ ხო, თუ თვის რომ მწკნერია, ერქოს ესე ფილმს და ჩემს ეგ უფრო მნიშვნელოვანია რომ რეაგირებდესო, ვიდრე მაინც და მაინც მოწონდეს. და ეგ მეგონი ყველა ფილმს ეთყობა. ამ ფილმშიც დოგვილში არ არის მარტო თეატრი, დიდი დოზით ჩამოსული, ლიტერატურაც ძალიან დიდი დოზით არის, იმიტომ რომ სტრუქტურაც როგორიც აქ მიცემული. და ნარატორია, რაც პირდაპირ ითხოვს ყველაზე სარისკო, რაც შეიძლება რომ გადაწყვიტოს სცენარში, ეს არის ნარატორის შემოყვანა, იმიტომ რომ მან პათეტიკას თუ უნდა გაექცე, ეგ არის და ამ საუბარში მოახერხო და ეს მარტო ფულის გამო არა, კიდე ალბათ ეს მეთოდი გადაღების არჩეული იყო იმიტომ, რომ მსახიობებზე ქონოდა ყველას კონცენტრაცია და არა კადრზე და ტექსტი ყოფილიყო მაქსიმალურად კონცენტრირებული ჩვენთვის არ ყოფილიყო გადაღებნილი რაღაცა სურათი. კი, არ მე მეჩვენება რომ ტექსტიც ცოტა შეიძლება აბსტრაქტული ფრაზა გამოვიდეს, მაგრამ არ ვცდილობ მაგას. ტექსტიც დეკორაციად აქვს გამოყენებული, იმიტომ რომ იმ ხელას იცარიელი აქვს დატოვებული სცენოგრაფიაში, რომ მაგას აუსებს ესე მონუმენტებად სიტყვები და ფრაზები, რომელსაც ცვლიან პერსონაჟები ერთმანეთში. და სხვათა შორის მე დოგვილი ძალიან ბევრი ტენდენციის როგორც ეს მიიჩნევა ხოლმე, რომ თეატრიდან აიღო ეს მოდელი სცენოგრაფიის და გამოიყენა კინოში და უბრალოდ პირობითობა აიღო თეატრიდან, ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტული სცენოგრაფია და ეს მიმართულება მხატვრობაში მე პირიქით თეატრმა აიღო დიდი დოზით დოგვილიდან და დიდი ტალღა იყო მსგავსი სცენოგრაფიები, სადაც კარი, შიშველი კედლები და მსგავსი ელემენტები იყო გამოყენებული, ხო და მე სხვა შორის 2019-ში მქონდა შესაძლებლობა, რომ დოგვილი ძალიან უცნაური შემოთავაზება იყო ჩემთვის გერმანულმა მხარემ თეატრმა შემოთავაზა დოგვილის გაკეთება სპექტაკლად. მე კოვიდი დაემთხვა და შეჭერდა. საინტერესო იქნება. მაგრამ დათანხმდი. დავთანხმდი, კი. ოღონდ როგორც ეს ძალიან მარტივად ვამბობ ხოლმე კის ან არას, მაგრამ მან ძალიან ბევრი ვიფიქრე, იმიტომ რომ აი ეს სიყვარული, რომელიც მაქვს დოგვილის მიმართ, ხوار შემიშლიდა ხელს, რომ ცივი დისტანციიდან შემეხედა მასალისთვის. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიგიში იყო და მე ვინანებდი და მეთქი კი, მაგრამ მე კოვიდმა არაო. ხოდა არ ვიცი. მე მაგალითად ზუსტად ვიცი, რომ ეგეთ სიძუნწეს არ გამოვიყენებდი, იმიტომ რომ აქ სიძუნწე ძალიან ავტორისეული გადაწყვეტა ტრიერთან. არ ფიქრობ, რომ სიძუნწე ზოგჯერ არის სიზუსტის დედა? და ლაკონურობა შეიძლება უფრო მოხდეს ადამიანს გულზე და მეტი ემოცია აღძრას, ვიდრე ძალიან ცნობიერების ნაკადით ახსნილმა აი ამ ამბავმა. იმიტომ რომ ეს ამბავი თვითონაც ძალიან პათეტიკურია, ფაქტობრივად ნიკოლ კიდმანის გმირი ერთ-ერთში გადის ქრისტეს გზას. ხო? კი. ეს სტრუქტურა რაც ვახსენე, ასევე 9 კვეთავად დაყოფილი, პლუს პროლოგი, და ძალიან გავს ზოგადად რელიგიურ ტექსტებს, როგორც ბაზას და გონია რომ ხო, ეგ უბრალოდ ეგ არის შეცვლილი, რომ გენდერული პერსპექტივაა შეცვლილი, მაგრამ აბსოლუტურად ეგ ტრაექტორია. ხო, ქრისტეც ხო ეგ არის რეალურად. აი, მაიკ კანინგემს აქვს ძალიან კარგი მწერალს, ეგეთი რამე რა თქვამი, სხვა შორის მეგონა სალომე ასათიანთან ინტერვიუში, რომ
სოფლიო ლიტერატურა სულ ორ ფაბულაზე დგასო. ვიღაც სამოგზაუროდ მიემგზავრება, ან სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის. კი. და დოგვილი ერთმნიშვნელოვნად მეორეა. და ქრისტეს ფაბულას პრინციპში ქრისტეს ისტორიასაც ეგ არის, რომ სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის და მე როგორ განვითარდება. ხო, და თან მამას უნდა აუჯანყდე და ბოლოს დასაჯო ყველა ვინც არ გაითვალისწინებს, რამდენად მნიშვნელოვანია სასუება და სათნოება. აი, ზაღლიც ან ბიბლიური ელემენტი მგონია მაგ. და თან ძაღლს ხო გახსოვს რა ქვია და ხო და გრეისიც ნიშნავს მგონი თავდაპირველ მნიშვნელობით აი ზუსტადად სათნოებას და სასუებას, ხო, აი ეს არაფერი შემთხვევით არ არის, ამიტომ აი ეს კაცი რო დგას ხოლმე და ინტერვიუებში ამბობს, რომ აი რაღაც სამი სიტყვა ეწერა კედელზე და ერთი ავარჩია და წინ ვილი უკვე მოფიქრებული მქონდა და წინ რა ყოფილი. აი მგონია რომ ტროლაობს მაგ დროს რა და იმიტომ რომ იმდენად აშკარა პარალელებია ბიბლიურ ტექსტებთან, თუნდაც ის გახსოვს აი ეს სტატუეტების რო აგროვებს პატარას და რაღაცა ესეც არ არის შემთხვევით 7 წელი. მე იმოთხი და მე თუ ცრემლებს შეიკავებ არ გაგიტეხავ დანარჩენს. აი ეს ყველაფერი ძალიან ცნობილი, ძველი და რელიგიური კონცეფციაა და ვერ იქნება ეს ახლა ესე შემთხვევით და ამდენი ადამიანი ესე აშკარად მაშინ ამას ვერ დავინახავთ. ერთი რასაც კიდევ ძალიან ხშირად აბრალებენ ხოლმე ტრიერს, რომ ეს არის საშინელი მიზოგინი და ქალ პერსონაჟები მასთან ყოველთვის ძალიან ცუდად იქცევიან. და ბოლოს აი მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ გონია რომ მაგალითად ბიორკის პერსონაჟზე მაგას ვერ ვიტყვი. ხო. ნუ ბიორკის პერსონაჟზეც ამბობენ რომ ყველაზე შეიძლება თქვა, მაგრამ ხო, სადაო, ჩემი აზრით გრეისის შემთხვევაში სადაოა. იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ მართლა იმას, რომ ეს გზა გაიარა, მოსვრა ამ ცოდვის ქალაქის არის სიკეთე, ხო? ამ შემთხვევაში სიკეთე რა არის და ბოროტება რა არის? ტრიერს ხო სულ ეგ ამბიცია აქვს, რომ გაჩვენოს, რომ ბოროტება და სიკეთე სინამდვილეში ძალიან ფარდობითი ცნებებია და ნუ ეგ თავიდანვე მეფისტოფელმაც დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მის ფილმებში არის ეს პირველად რომ ნახე ძალიან გამიკვირდა მაშინ ახალი გამოსული იყო ეგრევე ნახე რომ აი მეგონა რომ ესე არ გადაჟლიტავდა იქაურობას სხვა ფინალს ველოდი ბოდიში სპოილერისთვის მაგრამ ჩვენ გვაქვს შეგნებული სპოილერები და გონია რომ ფილმში და სპექტაკლში ტექსტში არსაც სპოილერს მნიშვნელობა არ აქვს ამას რომ მნიშვნელობა ქონდეს მაშინ ოიდიპოს მეფეს ერთხელ დადგამდნენ და მორჩა ხო ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა და მე მეჩვენება რომ პირიქით მისი ხალი პერსონაჟები ძალიან საინტერესოები არიან და ზუსტად ისეთივე პროვოკატორები და მრავალწახნაგოვანები როგორც კაცები ზოგჯერ მეტადაც კი და თან 2003 წელს ჯერ კიდევ საკმაოდ ადრეა იმისთვის რომ ეს ქრისტეს გზა ქალმსახიობს და ქალ პერსონაჟს ჩააბარო და ხო ეხლა შეიძლება თან ჩაულებრივ და რიგით გადაწყვეტილებად გვეჩვენებოდეს და ბევრი რამე მოხდა ხო მაგრამ სინამდვილეში მაგ დროს ჯერ ძალიან სხვა ტერიტორია დროის თვალსაზრისით. ასე მგონია რომ ტრიერის ქალებთან დამოკიდებულება რაღაც სურათები და ინფორმაციები შეიქმნა უფრო მისი როგორც კაცის ურთიერთობით ქალმსახიობებთან და ეგ არის არასწორად აღრეული როგორც ტრიერი რეჟისორის დამოკიდებულება ქალ პერსონაჟებთან. არა მარტო მაგიტომ არა, აი თვითონ ფილმი გახსოვს ანტიქრისტეც როგორ იწყება, რომ აი ამას სექსი უნდა და იქ ბავშვს რა დაემართა. ეს ქმარიც გაუხდა ეგრევე გაბოზდა. ის რაღაცა ცუდად მოიქცენ გადაცხრილა მთელი. ანუ ესეთი ნიმფომანიაკის და რაღაცა მერე ეს სახლი რომელიც ჯეკმა აშენა ეგ ისეთი მონდომებით ჩეხავს პირველივე კადრში მსახიობს რომ გიჩნდება განცდა რაღაც სიამოვნებას ხო არ იღებს ამით და ამან გააჩინა ეს განცდები ჩემთვის არა ზოგადად კონტროვერსიული ტიპია რა თანამდე ეს რო სვავს მე გონია რომ მართლა ხო არ აწყენინეს ვიღაცებმა ხო კონტროვერსიული არის მაგრამ მაგითი ერთობა და იქ გართობა არ გამოსდის ყველა რეჟისორს რომ გახადოს საინტერესო როგორც პროცესი და ტრიერს ერთმნიშვნელოვნად გამოსდის იმიტომ რომ ამ ხრივის გაგონებს კიდე ტრიერი ვინც ერთობა ხო ის რა სხვა მეთოდებით და ესთეტიკით მაგრამ აი ჰიჩკოკთან წავიდოდი იმიტომ რომ მგონია რომ ორივე ძალიან კარგი აი ტოპ მანიპულატორები არიან
და მე ტარანტინოსაც მაგონებს კი აი ამ მანიპულატორი და ძალადობის სცენებში იუმორის ასეთი დოზი კი უბრალოდ ტარანტინო მაინც გონია რომ უფრო ზევით სურავს იმას გულისხმობ რომ უფრო ზედაპირზე ყრის რაღაცებს და აი ჰიჩკოკს ეგ იარაღებით ის მანიპულირებს მაგრამ ძალიან ქვემოთ ქონდა და ტრიერიც ცდილობს რომ სიღრმეში ჩავიდეს აი ტარკოვსკი კუბრიკი უყვარდა ძალიან და აი უფრო მაკეთ ცდილობს სხვა არის რამდენად მან ჩადის მაგრამ ტარანტინო გონი უფრო ერთობა ზედაპირზე აი პირდაპირ პირველივე კადრში სისხლის გასხმით რა ხო და ხო მაგრამ ეგ კაი დასაკვირვებელია ეგ გართობა და თან სისხლის რაღაც ისეთი სხვა მნიშვნელობით შემოყვანა ხდება რა ხელოვნებაში როგორც ძალიან ჩვეულებრივი ელემენტის და ძალიან საინტერესოა რა იმიტომ რომ რელიგია და სხვა მონათესავე სფეროები სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ რაღაც სისხლს როგორც იდეას და ნიშანს და სიმბოლოს და ესეთი რეჟისორები უფრო მიწაზე იმუშავებენ ანარცხებენ მაგ ელემენტს და ეგ დაკვირვება და ეგ გართობა ძალიან საინტერესო მგონია და ზოგადად ტრიერს მგონია რომ ძალიან ბევრი რეჟისორის გავლენა აქვს და ისრუტავს კარგად აი ტემპით ძალიან მგონია რომ ხშირად ტარკოვსკის სარკისებურად ირეკალოს იმიტომ რომ რაღაცეებში ძალიან ცდილობს ხოლმე რომ აი ტბასავით ფილმები იყოს და თან მე მაგალითად ანტიკრისტეს რო ვუყურე ბოლოში იყო მიწყნა რომ ეს არის ფილმ სარკეს ტარკოვსკის სარკის არ მახსოვს ეს გავლენა და მომიწია თავიდან მაგანც იტყურება რომ ეს არის ხო ტარკოვსკის სარკის გავლენა იყო თუ მიძღვნა თუ ნახვა. ნუ ნახსენები იყო რომ აი ტარკოვსკის სარკესთან აქვს რაღაც გადაძახილი და თავიდან ვუყურე იმ ტანჯვაწამებას. ხო. მე თან მაქვს პირადი დამოკიდებულება ძალიან დოგვილი ჩემთვის იყო აი რამდენიმე დღიანი ფიქრის საფუძველი და ეს ძალიან დიდი ფუფუნება უკვე ჩვენ საუკუნეში, როცა რაღაცაზე შეგიძლია რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილების ქვეშ შეერდოს უგენატრება, ეგ რომ რაღაცა მისეთი შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ დიდი ხანი დაგრჩეს, ხო? მით უმეტეს და ეხლა რო თქვი, რომ დოგვილზე ვილაპარაკოთო, დამიბრუნდა ის განცდა, რომ მეც ეხლა ხო დოგვილში ვცხოვრობ. ანუ ყოველდღიურად ჩვენც გავდივართ გამოცდას, გავძაღლდებით თუ ადამიანებად დავრჩებით და სულ მქონდა ტრიერის ფილმების ყურების დროს განცდა, რომ აი რაღაც დისკომფორტი, მაგრამ თან მაზოხისტური ვნება, რომ აი ვუყურო ამას, ამ ყველაფერს თვალებში ჩავხედე. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც მიატოვა შუა ყურების დროს, არ უთქვამს ეს არავის. მე მგონი ყველა იტანჯება, მაგრამ ყველა უყურებს. ხო და ეგ ხო ეს არის. ძალიან დიდი ნიჭი რო ეგ შეძლო აღიზიანებდა ყველას, მაგრამ გავს გამოთქმის გამოც რამდენი წელი დაკენსელდა თან საკუთარი თავის მიმართ რაღაც ავტომაზოხისტური დამოკიდებულება. თვითდესტრუქციული ტიპია ძალიან და ფილმებიც ეგეთი აქვს და აი დოგვილის ფინალიც არ არის აბსოლუტურად მოულოდნელი, იმიტომ რომ ხო, მაგიტომ პირველი ყურების დროს იყო მოულოდნელი და მეორე ყურების დროს მერე უკვე ცოტა კინო გამოცდილმა რომ ნახე, მივხვდი რომ ხო, ერთადერთი ლოგიკური ფინალი ალბათ იქნება. და თან გონია რომ აი ტარანტინო რო ახსენე, ალბათ რითიც ძალიან გვანან ესენი არის რომ კატასტროფას როგორც რაღაც გასართო ფესტივალს ესე უყურებენ, კარნავალურად უყურებენ და სხვა შემთხვევაში თუ ჟანრის განსაზღვრელია ხოლმე კატასტროფა, მაგალითად ძველ ბერძნებთან ან თანამედროვე კინოში. ამათან არ არის ეგ სიმძივე არ მოყვება იმ თავით კატასტროფას და შეუულიეთ რომ ამ თემაზე იხუმრო, აბუჭა დაიგდო ეს თემა. და თან უფრო დასაფასებელია, იმიტომ რომ კატასტროფა ძალიან ყოვლის მომცველია, მოიცავს მოვლენებს, დროს, სივრცეს და ადამიანებს და ამ ყველაფრის ამის დესაკრალიზაციას ცდილობს კი და ეგ ჩვენ გვჭირდება. შავი იუმორით ზუსტად ამიტოა, რომ ჩვენ აი კატასტროფის სიკვდილის ძალიან დეფიციტი ხო, იმიტომ რომ რთულია. სიკვდილის, კატასტროფის, გარდაუვალი ფატალური შედეგის დესაკრალიზაცია და ამის გაუჩვეულებრივება ძალიან რთული მისაღებია და რთული გადასატანია და ბევრი მოგხვდება იცი რეჟისორი რო ხარ როცა ამას აკეთებ, შენც ხო იცი რომ ასე იქნება თუ ამას გააკეთებ. თვითდესტრუქციულობა ჭირდება ისე ხელოვანს. მე მაგალითად ერთი რამე ვიცი, ტექსტზე გეტყვი და შენც გეცოდინება ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მაყურებელს ძალიან ერთხელ მომხვდა ეს გამოთქმა თვალში და ზუსტად ვიცი რომ ასე რომ ნევროზი თუ არ გაქვს ვერ წერ. ანუ აბსოლუტურად შვიდი ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს არანაირი პრობლემა და ყველაფრით კმაყოფილია,
და მისთვის ძალიან ჰარმონიულია სამყარო. თუნდაც რამდენიმე აი მაგ დროს არ აქვს განცდა, რომ რაღაცა აქვს სათქმელი, ან დასაწერი, ან ამოსაშვები, ან გამოსაშვები. და რაღაც ტიპის ნევროზი წერისთვის საჭიროა. მე მგონია გადაღებისთვისაც, დადგმისთვისაც, თამაშისთვისაც. კი, ზუსტად. და აი თვითდესტრუქციულობა არ ვიცი რამდენად საჭიროა. არ მგონია რომ აუცილებელი ელემენტია, მაგრამ თვითდესტრუქციული ადამიანისთვის ხელოვნება კაი საშუალებაა. აი ზუსტად. ხო, შეგიძლია, კი, იარაღია, მაგ შემთხვევაში, ბერკეტია და თუ ხელოვნება არ არის მაგ თვითდესტრუქციულობისთვის თავშესაფარი, მე ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უკვე სხვა ადამიანებთან პრაქტიკაში გადმოდის. ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება ბოლო დიალოგი გენიალურია მამასთან. ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება და ეს მთელი ცხოვრებით დამამახსოვრდა, რომ სინამდვილეში გამოდგმა მე ამის დონეზე არ დავალ, თავს არ გავუყადრებ. არის ამპარტავნება, რომელიც მე აუცილებლად ამოხეთქავს ყველას გადაცხრილვის სახით. და ამ თემაზე მინდა რომ ცოტა ვილაპარაკოთ, აი რა დამოკიდებულება გაქვს აი ამ დიალოგის მიმართ ფილმში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა. იცი ძალიან რთული და კომპლექსური თემა, მაგრამ აი ეგ დამოკიდებულება იყო ჩემთვის პირველი რამე, რამაც განმიზიდა რელიგიურობიდან, ზოგადად და ქრისტიანობიდან. იქამდე სანამ ქრისტიანობას არ შევხედა როგორც ფილოსოფიას. ამ დრომდე ჩემთვის როგორც რელიგია უინტერესოა, ქრისტიანობა, ზოგადად რელიგია არ ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ როგორც ფილოსოფიურ რაღაც ელემენტთა ერთობა საკმაოდ საინტერესოა. ხო და შეუძლებელი მისია მგონია. და ეგეთი შეუძლებელი მისიები მგონია რომ ყოველთვის აფეთქებებით მთავრდება. იმიტომ რომ იგროვებ რაღაცას, რაც სინამდვილეში რისი უტილიზაციით შეუძლებელია. კი, აბსოლუტურად. და აი ცხოველი, ძაღლი, მგონია რომ მაგითო გადარჩა, რომ აი ეგ პროცესი არ არის მასში გავლილი, არ არის მონაწილე არც ერთი მხრიდან და ადამიანი მე ხდება სულ ერთია რომელი მხარე ხარ ის ვინც მაგ მიდგომით ცხოვრობ თუ მიმღები ხარ ამ ყველაფერს მაინც განადგურება ფინალი. კი. და სხვა შორის აი ამაზე ძაღლზეც აი ხარ რომ გადავხედე გუშინ სანამ ჩვენ შევხვდებოდით. ფიქრობდი, რატო ჯერა ადამიანს რომ ძაღლს უყვარს უპირობოდ და არ აწუხებს ძაღლის სიყვარული. აი ძაღლი რო ელოდება, ელაქუცება, ლოკავს, ერთგულია მართლა. აი ეს არ აწუხებს ადამიანს, მაგრამ საკმარისია ვიღაც ადამიანი იქცეოდეს ასე, რომ უკვე ამას ქვია ტოქსიკური ურთიერთობა, გეშინია, რომ მე რაღაცა ეს არ გადაიზარდოს რაღაც საშინელებაში, ხო? ეხლა წარმოიდგინე, რომ სახლში ვიღაც ადამიანი ყავს, რომელიც კარებთან ზის და გელოდება. და შეიძლება ამან ძალიან დაგძაბოს და ძალიან ცუდ ფიქრებთან მიგიყვანოს, ხო? ან არსებობს შენ ცხოვრებაში თქვა, კალი, კაცი, რამნიშნულობა, რომელიც გეუბნება, რომ აი მე ზუსტად ისე მიყვარხარ, როგორც ძაღლს შენსას. და ეს არის ძალიან დიდი შიში. და ძაღლზე გჯერა და ზუსტად იმიტომ, რაც შენ თქვი. ანუ ეს ადამიანზე არ გჯერა, რომ მას შეუძლია თავის ასე დამცრობა ბუნებრივად და ელოდები, რომ აქ სადღაც ეს ცუდად დაგროვდება და ცუდად ამოხეთქავს, რაც აუცილებლად ასე იქნება. ისე როგორც ის ადამიანი ელოდება კოცნებიერად სწორ მომენტს. რა თქმა უნდა და ისიც ელოდება, რომ ეს დაუფასდება, ძაღლი არ ელოდება მაგას. კი. ხო, ეგ არის, რომ იქ რაღაცა კონკრეტულ ამოცანას არის ამოფარებული ეს ქცევა და ძაღლთან ბუნებრივი კონდიციაა. კი. ხო და ადამიანთან ახლა რო გადააკონვერტირე ყველაფერი ძალიან შემზარავა ჟღერს ის ქცევის მოდელი. რამდენადაც გული გიჩუყდება ძაღლზე, რომელიც შენ დანახვაზე იფსავს, ასე შეიძლება გული გაგისკდეს ადამიანზე, რომელსაც იგივე თან აი მიუხედავად ძაღლიც დისტანციურად უფრო მიყვარს, მირჩევნია სხვის ძაღლებს მოვეფერო, იმიტომ რომ აი კართან რომ ელოდება, ეგ ინტენსივობა მაინც მეზარება. ხო და სხვა შორის ერთი ჩემი მეგობარიც ამბობს ხოლმე ამას და რაღაც საინტერესო თვისება, ანუ საერთოდ ძაღლის ფორმატშიც კი არ გინდა რაღაც ტიპის ესეთი მორჩილება და ამიტომ კატების გუნდში ვარ. მე არა. ხო და ეხლა ესეთი საინტერესო რაღაც წავიკითხე, რომ ვისაც ძაღლები უყვარს უფრო ავტორიტარია,
ან თავის ჭკუაზე მოსიარული არსებები ურჩევნია და კატას ხო რეალურად ფეხებზე კი დიხარ და ამიტომ ის ვისაც ავტორიტარიზმი არ მოწონს აქ გულისხმობ რა პიროვნულ ავტორიტარიზმს რომ ეხლა მე რაღაც კატას სახში მივიდე და ეს კატის ადგილი არ დგება და აი თვითონ როგორც უნდა მე ისე უნდა ვიცხოვრო ეგ არ მაწყობს ხო და ან კატისტების და ძაღლისტების ბანაკში მე ძაღლისტებში ვარ ხო არ მე ძაღლი მყავს სადარბაზოსთან მიკედლებული და ეს ურთიერთობა ორიოს გვაკმაყოფილებს დისტანციური კი ვიცი რომ ყოველ გავლაზე შევხვდებით გამოვკვებავ მაგრამ მე დავიშლებით და სახში კატები იმიტომ რომ ხო ავტონომია აქვთ და ეგ ინტენსივობა არა აქვთ და რაღაც პასუხისმგებლობას და მოლოდინებს არ გაკისრებენ და ხო მაგიტო ეგ კაი ბალანსი მგონია ეხლა რაც მაქვს მიგნებული იმიტომ რომ ვერ ვიტყოდი რომ აი კატების ეგრე ძალიან ყოფენ ხოლმე კატების გუნდი არ გამორიცხავს საერთოდ იმიტომ რომ მე ძაღლები ძალიან არ მიყვარს მაგრამ უბრალოდ სახში არ მინდა არა ხასი შტიხის გამოიყოფა რომ იმს კატა იცი რომ არ არის შენი მონა რა ჩუს არ მოგიტანს ამას გულისხმობ არა გჭირდება ეგ არსება შენ ცხოვრებაში რომელიც შენ ჭკუაზე გაიგო კი თან ყოველთვის თავი დავანებოთ რატო აირჩია ძაღლი ტრიერმა და ბოლოსაც ძაღლის კადრი თარდება და ძალიან საინტერესო კადრია ესეც. კი. და დოგვილი ქვია, ქეთვილი არა. ნამდვილად. დოგვილი ქვია, მაგრამ ხო, ეგ კატებს არ ასუსტებთ. არ ვიცი რატო არჩია, ძალიან ინტერპრეტაცია იქნება ჩემი მხრიდან. უფრო მაინც გონია რომ ძაღლი არის ყველაზე აი პირობითად რა როგორც ფეხბურთი არის სპორტის ყველაზე მარტივი გამოსახატი სიმბოლო მგონია რომ ამ შემთხვევაში ძაღლი ყველაზე მარტივი იყო აი როგორც ბიბლიური ელემენტი ცხოვრების საჩვენებლად კი და უფრო თავს უყრის როგორც სიმბოლო მთელ ნოეს და კიდობნის და შემდეგ კონცეფციას და ხო არ ვიცი ალბათ ფიქრობ რომ მაგიტო თუმცა არ ვიცი წელს ყველაზე შემზარავი რაც ქართულ შეიძლება არახუმანურად გაიჟღეროს მაგრამ ყველაზე შემზარავი რაც იყო ჩემთვის იყო ძაღლებთან დაკავშირებული მომხდარი ამბავი. ყოველდღე გვესმის ადამიანებთან დაკავშირებული საშინელებები და ეს უკვე რუტინა გახდა და ყოველდღიურობა, მაგრამ რაც ძაღლებთან დაკავშირებით წელს საქართველოში მოხდა, ეგეთი რაღაც ტრიერისეული შემზარავობა ძალიან დიდი ხანი არ მიგწუნი არაფერში. კი და მე თან ამას დაემატა აი ეს ამბავი რომ რაღაც იწვის და ასუნიამ და ყველაზე ცუდი იცი რა არის ეს მართლა მოხდა თუ არა ამას მნიშვნელობა აქვს ძაღლებისთვის მაგრამ ჩვენ რომ ეს დავიჯერეთ ჩვენ უკვე ვართ ესე იგი იმ კონდიციაში სადაც ეს სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს. თავარი ტრაგედია იწყება იქ სადაც შენ იწყებ დაჯერებას და ეს ჩვენი ბრალი არ არის როგორ ჯერა ეს არის იმათი ბრალი, ვინც ეს დამაჯერებელი გახადა, ხო? რაც ის რაც ხატრულ ნაწარმოებში რატო არის, აი სულ მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ შეიძლება ფილმი გადაიღო უცხო პლანეტელებზე და დამაჯერებელი იყოს და შეიძლება ცოლ-ქმარზე გადაიღო და არა დამაჯერებელი იყოს და დამაჯერებლობას რაც განსაზღვრავს არის კონტექსტი და ოსტატობა და მათ გამოიჩინეს ისეთი ოსტატობა ამ ბოროტებაში, რომ გჯერა, რომ კი, ამასაც იზამდნენ. აი ეს არის და მეც მგონია რომ ხო ეს გაძაღლებული ცხოვრების სიმბოლოდ ბოლოს ძაღლივით იქცევიან ადამიანები ხო ძაღლი აბსოლუტურად გაცვლილი როლებით მთავრდება და ხედავთ რომ ნებისმიერი აი ეს კიდევ ალბათ არის ეგრეთ წოდებული სექტების კრიტიკაც ხო როცა ვიღაც გადაწყვეტს ერთი კაცი რომელსაც ამბიცია აქვს ამ შემთხვევაში ეს ტომასი რომ აი უნდა ასწავლოს ხალხს და აგრძნობინოს როგორ კარგად ღვთის საჩუქარს როგორ გამოიყენებენ ამ სათნოებას როგორ მიიღებენ და ეგ ექსპერიმენტი ყოველთვის კრახით თავდება ხოლმე შენი აზრით რატო თავდება კრახი და ისე შენ თვითონ თუ გჯერა რომ შეიძლება ისეთ საზოგადოების აშენება სადაც მაგ გამოცდას გავუძლებდით არა არ მჯერა არა მიუხედავად იმისა ზოგადად სკეპტიკურად უყურებ საგნებს და მოვლენებს ხოლმე მაქედან არ ამოდივარ აი უბრალოდ შეუძლებელი მგონია ისევ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე და თან მგონია რომ რაღაცნაირად ლუპივით არის ექსპერიმენტი ცივილიზაციის თავზე სუცდილობს ადამიანი მაგ მოდელში შესვლას
დაკვირვებას, გადარჩენას, მაგრამ მგონია რომ სულ კატასტროფით ვთავრდება. ლუპში მაგას გულისხმობთ. არ ვიცი, ხო. ჩვენ გვაქვს სხვათა შორის უახლის წარსულში ჩვენი პრეზიდენტის ისტორია, ზვიად გამსახურდია სი, რომელსაც სოფელი კი მალავდა, მაგრამ და თითქოს ეს რაღაც ესეთ პირდაპირი გაცემის ფაქტი არ არის ჩვენთვის, ახლა ბუნდოვანებით მოცული ამბავი, მაგრამ კრახით დასრულდა მართლა. კი. ეს იმედი რომ შეგიფარებენ არსებობს, მაგრამ დროს და სიკურშულ სივრცეს და გაზრდილ დროს მე მოაქვს აი ეს რაღაც კრა. აი ხო, ცოტა ფიზიკისკენ მივდივართ, მაგრამ ხო აი ახსნები მგონია რომ უფრო მაგეთ არის. და ყველა შემთხვევაში კრახით თავდება. სხვათა შორის არ ვიცი ხა რატო გამახსენდა, ანუ ალბათ იმიტომ რომ მაგეთი ვართ მთლიანად მოცულები, მაგრამ იმ კაცის ქალიშვილიც რომელი კაცის ახირებების ქვეშაც ახლა ცხოვრობთ ჩვენ და მთელი ქვეყანა ამერიკაშია, როგორც ამბობენ თან მისი ოჯახიდან გაქცეული, სახელშეცვლილი, იდენტობა წაშლილი განსრახ. და მგონია რომ დაახლოებით დოგულის მოდელია, იმიტომ რომ მისი განგსტერი მამა აქ არის და მისი გაქცეული შვილი ამერიკაში. შეიძლება ხო ესეც წავიკითხოთ. უბრალოდ მე არ მჯერა რომ იქ ამბოხთან არის. მგონია რაღაცა დივერსიფიკაცია ხდება ოჯახის ქონებების და ანუ ბოდიში თუ უფრო ბანალურად უყურებ, შენ როგორც უფრო კარგი ადამიანი, უფრო რაღაც კონცეპტუალურს ხედავ მაგაში, მაგრამ მგონია რომ აი ხო, მაგრამ კი არის, ეგეც შეიძლება იყოს, მაგრამ რატომაც მგონია რომ აი გრეისისნაირი შვილები, ხო? იმდენად იშვიათობა, ამიტომაც დავარქვით ქრისტეს გზა. ნამდვილი ამბოხი მამასთან, ნამდვილი. ნამდვილი უარი, ეხლა წარმოიდი რასაკეთებს, ყველას გაუელვებს, რომ აი ვიღაცის მოვლას, ფიზიკურად, ტუალეტში შეყვანას, ყველაფერს ირჩევს, ოღონდ აი ეს განგსტერული ძალაუფლებაზე უარი თქვას. საბოლოო ჯამში მაინც თვითონ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ერთი უსამართლობი მეორისგან დიდად არ განსხვავდება და მასში ეს არის ბუნებრივად მოცემული. აი ამ შემთხვევაში მგონია რომ ხდება ხოლმე რაღაც ქონებების დივერსიფიკაცია. შენ ამერიკაში ყავ, შენ ბრაზილიაში, შენ რუსეთში, შენ იაპონიაში და აი ეს. ხო, შეიძლება. მაგრამ ეს ისტორია და თავის რაღაც ანტურაჟი და ელემენტები ძალიან მართობს, რომ გვანსა ივანიშვილი უცებ ვივიენ თუ არ ვწდები ივანიშვილად გადაკეთდა და გვარი დაიტოვა ეს. კი და რაღაც არტ თერაპიით მკურნალობს ადამიანებს, სანამ აქ 3 მილიონი სამკურნალოა მამამისის გამო და ხო, ეგ ელემენტები ძალიან მართობს და ესეთი მსუბუქი კონსპირაციით ცოტა დავაკავშირე დოგვილთან, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა არ მგონია რომ ის შემთხვევა იყოს, როცა შვილი აუმხედრდა მამას. მაგრამ თანხვედრა შვილი ამერიკაშია და იმასაც გვასწავლის ეს ფილმი რო აზრი არ აქვს გამოგონებას. ცოტა ეგ გაგება ხო შეიძლება აი ვიღაცა უყუროს ალანმა ბავშვმა და თქვას რომ აი რა გინდა მაინც იქ მიდი. აი მე რას ვაკვირდები, აი ქართული თეატრის მაგალითზე კი პასუხებ რა, აი მამების და შვილების ჯახი რო არის ხოლმე. რაღაც 30 ან 40 რომ მიუახლოვდებიან რეჟისორები ხოლმე, რომელიც იქამდე მეამბოხეები და სეპარატისტები და პარტიზანები იყვნენ. მე ძალიან ირეკლამენ და უცებ მამები ხდებიან ხოლმე აბსოლუტურად იგივე ელემენტებით, რასაც ებრძოდნენ. და მგონია რომ აქაც ეგ არის, რომ შეიძლება განგსტერ მამას გაურბოდე, მაგრამ რაღაცა გარდაუვალი მაცვალე იყო, რომ კი, ხო, ვიბრირებს ეგ გენები და შეიძლება ხო. ან იმაში დარწმუნდე, რომ ეს საყოველთაო სიკეთე სინამდვილეში არ არსებობს და არც რაღაცა მისია დედამიწაზე, თუმცა ჩვენ თუ ამას არ დავიჯერებთ, რომ არიან მისიონერები და ვიღაცას გამოსდის კიდევაც რაღაც დიდი სიკეთე, ხო, ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ ლარს ფონ ტრიერი ეხლა მგონია, რომ ჩვენ ცოტა მაზოხისტური ის გვაქვს მე და შენ პერიოდი, რომ ამას კიდევ ვუყურეთ, ვლაპარაკობთ, ხებსაც მოუწოდებთ, მაგრამ მე ვიცი, რომ თუდად რო ხარ, რაც ესეთ ფილმებს ჯობია უყურო, ვიდრე ლავეგ შუალის და რაღაც ასეთ ნამდვილად და ხო კარგი, მე პირიქით მგონია ძალიან კარგი დრო არის მისაბრუნებლად და თან არ ვიცი ხე მე ეგეთი მეხსიერება მაქვს რომ მე არ ვიმახსოვრებ მთლიან სტრუქტურას, ვიმახსოვრებ ფრაგმენტებს, სცენებს, ფრაზებს, რაღაც ელემენტებს და ეხა რივოჩი რა გავაკეთე ფილმის პირველ თამდენი წლის მერე მაინც სტრუქტურა არ დამამახსოვრდა ეგ ელემენტები და მგონია რომ ანუ 2026 წლის თბილისში ისეთ შეგორის არის დოგულის ყურება ძალიან კაი აზრი. კი. ხო და ამიტომ გირჩევთ
უყუროთ დოგვილს, ჩვენ გადავხედეთ და კი არის ლარს ფონ ტრიერი ახლა რაღაც ნერვების მომშლელი, კაციც, რეჟისორიც და ფილმებიც ასეთი აქვს, მაგრამ ერთი რამე ხო ცხადია და გურამიც დამეთანხმება, რომ ნერვების მოშლის გარეშე არანაირი საქმე არ გამოდის. საქმის გაკეთება სჭირდება სიყვარული და ნერვები. და ზოგჯერ ეს ნერვები უნდა მოიშალოს კიდევაც. კი, მე მგონია რომ ხელოვნების ისტორია ნერვების მოშლაზე რა დგას. თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც კიდევ გავიმეორებ, სრულიად კმაყოფილი ადამიანები შეიძლება გახდნენ მოწყენილები, თორე შექმნით ვერაფერს შექმნიან. აბსოლუტურად. დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ამ ფილმის გახსენებისთვის. მე მადლობას ვუხდი ჩვენს მამაც სპონსორ ერთისწყალს და საქართველოს უნივერსიტეტს და გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე. მადლობა. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია.